მეგობრებო, მოკლედ ვისაც აწუხებს აზრების პრობლემები და გრძნობების პრობლემები, რაც ხშირია გავრცელებულია ჩვენ საზოგადოებაში, ან თუ მე მაქვს ნეგატიური აზროვნება, მძიმე, საშიში და შესაბამისად მოხვება ესეთი დამანგრეველი არასასრული გრძნობები, ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ. ანუ ეს რეალურად როდესაც აშლილია ჩვენი სულიერი მდგომარეობა, ფსიქიკური მდგომარეობა, ეს თავისთავად ხდება. მთელი ცხოვრება გავატარე ამასთან ბრძოლაში. ან მინდოდა, რომ შემიცვალა ჩემი აზროვნება და შესაბამისი გრძნობები, რაც მოხდებოდა ამ აზრებთან. სინამდვილეში აღმოვაჩინე, გავიარე ჩემ თავზე და მივედი იქამდე, რომ მე არ შემიძლია აზრების და გრძნობის შეცვლა. მე მხოლოდ შემიძლია შევცვალო რეაქცია ამ აზრებზე და ჩემი მოქმედება. მაგალითად, მე თუ რაღაც სიტუაციაში მომივიდა ბრაზი, ხო, მომიცანს აზრები, ამასთან დაკავშირებით და ვგრძნობ ბრაზს. ან იმაზე არ ვბრაზდები, რომ მე ვგრძნობ ბრაზს, ან ჩემ თავს არ ვეჩხუბები რეალურად იმისთვის, რატომ მომდის ეს აზრები ან ეს გრძნობები, ცვლი რეაქციას და მიმღებლობით ვიღებ რეალურად ამას, არეული გონება და ეს უშლილია ეს აპარატი და მოდის და მოდის ეს გრძნობა, ვერაფერს ვერ ვშვები და თუ მე მაგალითად შევდიოდი ბრაზით უკვე აღარ ვიქცევი ეს. მე ვტეხავ ჩემს რეაქციას, ჩემს აზრებზე და გრძნობებზე, ბრძოლის ნაცვლად მიმღებლობით და ჩემი მოქმედება არის არა საბრძოლო, არამედ ისე მიმღებლობით. ანუ ვიღებ ადამიანს და მაგალითად მიგვეც ან რაღაც ერთი დამშვიდობელ სიტყვას. ეს არის გამოსავალი. ანუ მე პირდაპირ ეს არ შემიძლია ვიმუშავოს აზრებს და გრძნობებზე, ერთადერთი რაც შემიძლია გავაკეთო, ეს არის შევცვალო რეაქცია ამ აზრებს და მოქმედება. და ამას რო სისტემატურად ვაკეთებ, ხშირად უკვე ეს გრძნობას და აზრით ჩემთვის კინოური აღარ არის და ცხოვრება ხდება ლამაზი, ანუ რეალურად მე ვსწავლობ ამ ჩემს დეფიციტთან ცხოვრებას. დეფიციტი უნალობ ბოლომდე ვცხოვრობ ამ დეფიციტთან.